გამარჯობა. მე ვარ ირაკლი ტაბლიაშვილი. დღევანდელი ჩემი ვიდეობლოგი, ეს ვიდეობლოგი გაგიკვირდება და არ შეეხება ქართველ რუსებს. ანუ ბიზინა ივანიშვილს და გამობიზინებულებს. თავად ბიზინა ივანიშვილს, რომელიც გამოპუტინებულია. არ შეეხება ქართულ რუსულ ოცნებას და საერთოდაც ჩვენში მიმდინარე პროცესებს. გაგაწმილებთ, ვისაც აქვს არ ჰქონდა ეს მოლოდინი. გამარჯობა, მე ვარ ირაკლი ტაბლიაშვილი და გაგიკვირდებათ და დღევანდელი ეს ვიდეობლოგი არ შეეხება არც უკრაინას და უკრაინის გარშემო მიმდინარე პროცესებს. ძალზედ საინტერესო ამბებია. უსაინტერესო ეს იმეთქი ასე ვიტყვი. მაგრამ ამ ვიდეობლოგში არც ამ ძლიერი და გავბედავ ვიტყვი უკვე გამარჯვებული სტრატეგიული თვალსაზრისით გამარჯვებული ქვეყნის თაობაზე გეტყვით 2-3 თუ 5 სიტყვას. პრაქტიკულად არ ვახსენებ. არა. თუმცა ამ ამბავში, ანუ უკრაინის ამბავში, ვინც არის ერთ-ერთი ფიგურანტი, მნიშვნელოვანი პერსონა, დონალდ ტრამპი. მასზე იქნება, ან მასზეც იქნება ვიდეობლოგი. ტრამპზე და მის ოდინდელ მეგობარ, თანამზრახველ, ესე უნდა ვთქვა, ელონ მასკზე, კაცზე, მილიარდერზე, კაცზე, SpaceX-ის ასე მაგალითად დამფუძნებელზე და კიდევ უამრავი კომპანიისა, რომელსაც ის თავკაცობს, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, რომელთა მეშვეობითაც ის ამ ბიზნესებით ის ბევრზე ბევრ მილიარდ დოლარს შოულობს, თუმცა ბოლო ხანები იცით თქვენ რომ ერთგვარად გაღარიბდა ნიშნავს იმას, რომ მან დაკარგა მისმა კომპანიებმა დაკარგეს დაახლოებით 150 მილიარდი დოლარი. ბიზნესზე ორ სიტყვასაც არ ვიტყვი, მეთქი ამას დაგპირდით, მაგრამ დაახლოებით მინდა წარმოიდგინოთ რა თანხაზეა საუბარი. ბიზნესად უფლობს, მოდი ასე ვთქვათ, 5 მილიარდს. შესაბამისად 30 ბიზნესა და უკარგავს ისედაც უმდიდრეს განს ელონ მასკს. ელონ მასკი და დონალდ ტრამპი მეგობრობდნენ. ელონ მასკი და დონალდ ტრამპი იყვნენ პარტნიორები. ელონ მასკი ძალიან და უკიდურესად ეხმარებოდა დონალდ ტრამპს საარჩევნო კამპანიისას. ის მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი თავადაც ძალიან მდიდარი კაცია, იქ არის შეზღუდვები და დონალდ ტრამპის სიმდიდრის და მიუხედავად, დიდი ფინანსების მიუხედავად, ის ბევრად ღარიბია ვიდრე ელონ მასკი, მაგრამ თავად ძალიან მდიდარია. ელონ მასკი ეხმარებოდა და ძალიან დიდ თანხას უხდიდა საარჩევნო კამპანიის დროს. თანხებზე ახლა მე ყურადღებას არ გავამახვილებ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ელონ მასკს აქვს შთაბეჭდილება, ასე ჰგონია, რომ ტრამპი სულაც ვერ გაიმარჯვებდა საარჩევნო კამპანიაში, არჩევნებში, უფრო ზუსტი რომ ვიყო, რომ არა ელონ მასკის მნიშვნელოვანი გადამწყვეტი კონტრიბუცია ამ ვერსიას, ამ მოსაზრებას, რასაკვირველია თავად ტრამპი არ ეთანხმება და ბოლო ხანებია მათ შორის გაირბინა შავმა კატამ იმ ორ ძლავ და ძლიერ პერსონას შორის, რომლებიც არც თუ დიდი ხნის წინ ერთადაც ისხდნენ და ერთობლივ ინტერვიუს აძლევდნენ მედიის მეინსტრიმ საშუალებებს. კონფლიქტი კი დაიწყო მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, წარადგინა ცნობილი კანონპროექტი Big Beautiful Bill, ასე ჰქვია, და მასკმა საჯაროდ გააკრიტიკა ეს კანონპროექტი, უწოდა მას საზიზღარი კანონპროექტი და აღნიშნა, რომ იგი არ იყო ინფორმირებული კანონპროექტის შინაარსზე. მან ასევე გააკრიტიკა კანონპროექტის მიერ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ელექტრომობილების სუბსიდირების გაუქმება. მოკლედ, ტრამპის ინიციატივით ელექტრომობილების სუბსიდირება სულაც აღარ უნდა მოხდეს. საერთოდაც ტრამპი დიდად ბოლომდე ერთგული არ არის იმისა, რომ ასე ყველა ერთიანად, ასე ვიტყვი, გადავიდეს შიდაწვის ძრავიდან ელექტრომობილებზე, რომელთა ლიდერიც ტესლა და შესაბამისად მასკი სარგებლობს ელექტრომობილების რეალიზაციით და მდიდრდება მეთქი, ასე ვიტყვი. კონფლიქტის ესკალაცია მოხდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა უპასუხა, საკმაოდ იმედგაცრუებული იყო და
პირდაპირ მნიშვნელობით დაემუქრა ტრამპი მასკს, რომ შეუწყვეტდა მთავრობის სუბსიდირებასა და კონტრაქტებს. ამის შემდეგ მასკმა გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ SpaceX-ის დრაგონის კაფსულა არსებობს ამგვარი რამ და მოხდებოდა მისი დეაქტივაცია, ეს კი ძალიან სჭირდება ეს კაფსულა, ეს ტექნოლოგია, მოდი ასე ვიტყვი, ძალიან სჭირდება NASA-ს, მსოფლიოს სჭირდება მეთქი, მაგრამ NASA-ს არ გებლობს. ამის შემდეგ უკვე მასკმა თავად ვეთქვა, რომ ამას არ გააკეთებდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონფლიქტი არ გაღვივდა. კონფლიქტი გაღვივდა, განსაკუთრებით არა დაიწყო, უფრო ზუსტი ვიყო, მას შემდეგ რაც მასკმა ეს ცოტა ადრეული პერიოდის ამბავია, დაახლოებით 2.5 თვის წინანდელი, მას შემდეგ რაც მასკი და მისი შვილი სტუმრობდნენ ოვალურ კაბინეტს და იქ მასკის შვილი თავს მასპინძლად გრძნობდა, მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ მასპინძლობაც არის და მასპინძლობაც რა უნდა მოსთხოვო პატარა ბავშვს საბოლოო ჯამში გათამამებულს მამის მხრიდან თუ მიერ. ტრამპი ცოტა უცნაურადაც უყურებდა ამ ბავშვს თუ გახსოვთ ის ცნობილი კადრები და ის მაგიდაც კი შეცვალა უკვე შემდგომ პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელზეც ამ ბავშვმა როგორ დავთქვა არ ვიცი, ხო? რომელსაც ეს ბავშვი ძალიან გაუთამამდა იმ მაგიდას, თუ გნებავთ ესე ვიტყვი, ცხვირიდან ნადები გამოიღო და უსვა თვით პრეზიდენტ ტრამპის ან თვით პრეზიდენტის მაგიდას. კიდე უფრო გამწვავდა კონფლიქტი მას შემდეგ, რაც მასკმა გააკეთა განცხადებაც არა, დაწერა ამგვარი რამ, რომ მისთვის ცნობილია, რომ ტრამპი მონაწილეობდა ეპსტეინის ამბავში. ეპსტეინი თავად სახელის გავიხსენოთ თუ გნებავთ, აღარ არის ცოცხალი. ეს ძალიან დიდარი მილიარდერი კაცი, რომელსაც ჰქონდა კუნძული. ეს კუნძული მას ჩამოვართვეს, ამ კუნძულზე ხდებოდა საშინელებები, მეთქი ასე ვიტყვი. პედოფილი, ძალიან ბევრი ცნობილი პირი მონაწილეობდა სექსუალურ ორგიებში და მათ შორის პედოფილის აქტებიც ხდებოდა იქ. ეპსტეინი თავად გარდაიცვალა არა 2019 წელს გადავამოწმეთ თქვენის ნებართვით. 2019 წელს ეპსტეინი გამოიკლა თავი. 2024 წელს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაადასტურა, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. დაადასტურეს ისიც, რომ ეს თვითმკვლელობა მოხდა მისი მძიმე ფსიქოლოგიური ან ფსიქიოლოგიური, ფსიქიკური პრობლემის გამო. ძიება კი იმასთან დაკავშირებით რა ხდებოდა კუნძულზე მიმდინარეობს, ეხლა მე უბრალოდ ვიხსენებ თქვენის ნებართვით ერთ ამბავს. ვიხსენებ ერთ ამბავს, რომელშიც აღწერილია კი არა, ნათქვამია, რომ წლებს ვიხსენებ უბრალოდ ესე ვიტყვი, რომ ტრამპი და ეპსტეინი ერთმანეთთან მეგობრობდნენ და მაშინდელი მეგობარი მელანია კნაუსი, ანუ მოგვიანებით მელანია ტრამპი, ჯეფრი ეპსტეინთან გამახსენდა სახელი, ჯეფრი ეპსტეინთანაც მეგობრობდა მელანია ტრამპი, ანუ მელანია კნაუსი და ასევე მეგობრობდა გისლეინ მაქსველთან და ფოტოების არსებობს მადასტურებელი ამ მეგობრობის. ხო და მასკმა თქვა, რომ ეს ტრამპიო მონაწილეობდა ამ ორგიებში. ამის დადასტურება ძალიან რთული იქნება, რასაკვირველია. თუმცა როგორც მე ვხვდები, მას კი არ აპირებს უკან დახევას. ან ბევრი ვარაუდობს უფრო ზუსტი რომ ვიყო და მას კი აპირებს რომ დადოს ვიდეო მტკიცებულებები, ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები, როგორ მონაწილეობდა ტრამპი იმ ცნობილ კუნძულზე ამ სექსუალურ აქტებში, ორგიებში, მათ შორის კვლავ ვიმეორებ იყო არაცლოვანებზე სექსუალური ძალადობაც. თუ ეს ასე მოხდა, აქვე შეგვიძლია ვთქვათ, ვივარაუდოთ კი დადასტურებულად ვთქვათ, რომ
მოხდება შედგება, ასე ვიტყვი, ტრამპის იმპიჩმენტი, ქვედა პალატა, ანუ წარმომადგენელთა პალატა, ჰაუსი აღძრავს საქმეს. იქ კენჭისყრაზე გავა ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი, ისევე როგორც გასულა ბევრი რამდენიმე პრეზიდენტის, მათ შორის ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი დამდგარა ქვედა პალატაში, უბრალოდ ზედა პალატამ უნდა დაამტკიცოს იმპიჩმენტი როგორც წესი 2/3-ით, ანუ ეგრეთ წოდებულმა სენატმა და 2/3 შესაბამისად სენატში არის 67 ხმა. და თუ ასე მოხდა ტრამპის მიმართ აღიძრება საქმეც, სისხლის სამართლის საქმე და თუ ეს პრეზიდენტობის დროს მოხდა. თუ მისი პრეზიდენტობის დროს, თუ პრეზიდენტობის შემდგომ მოხდა, იმპიჩმენტი ბუნებრივია მას აღარ შეეხება, იმიტომ რომ მას უკვე მოხდილი ექნება ვადა, მეორედ ვადა პრეზიდენტობისა და მარტო სისხლის სამართლის საქმე აღიზრდება ტრამპის წინააღმდეგ. ტრამპი დასაკვირველია ამ ყველაფრისაგან თავდაცვას შეეცდება, არ გამორიცხავენ იმას, რომ უკაცრავად სიტყვისთვის და დალაგდება მასკთან და თუ მაინც და მაინც დამნაშავეა ამ პროცესში, ამ ამბავში, იქნება და მათ შორის შერიგებაც კი მოხდეს, ყოველ შემთხვევაში მას კი გაჩერდეს, გაჩუმდეს, გაჩერდეს და ეპსტეინის კუნძულთან მიმართებაში არსებული ამბავი აღარ გააღვივოს, მაგრამ მეორეს მხრივ არსებობს ვერსია იმის თაობაზე, რომ ტრამპის მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ეცდება თითქოს ამ სკანდალის არ გაღვივებას, მას კი მაინც არ გაჩუმდება, რამდენადაც მისი წინააღმდეგ ტრამპმა სერიოზული ნაბიჯები გადადგა. აქ არის საწარმოებზეც ლაპარაკი, ისიც თქვენ რომ ტრამპი კი არა, მას კი აწარმოებს თავისი ავტომობილების, ასე მაგალითად ბიზნესების დიდი ნაწილი აქვს ჩინეთში, ხოლო ჩინეთში არსებული ბიზნესების გადმოტანას კი სთხოვს პრეზიდენტი ტრამპი და საერთოდ შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, რაზეც არ არის თანახმა ეს არხიმილიარდერი კაცი. Big Beautiful Bill დაპირისპირების მთავარი მიზეზი აქ იგითხარით, ეს არის მასშტაბური საგადასახადო და ხარჯვითი კანონპროექტი. მასკმა საჯაროდ გააკრიტიკა ეს კანონპროექტი, უწოდა მას საზიზღარი, აქ იგითხარით. ესკალაცია მოხდა სოციალურ სექტორში, მედიაში დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა, მასკმა ტრამპს მოუწოდა იმპიჩმენტისაკენ დაადანაშაულა იგი ჯეფრი ეპსტეინის საქმესთან კავშირში და მხარდაჭერა გამოუცხადა ჯეიდი ვენს. ეს სხვადასხვა ძალიან საინტერესო დეტალია. ტრამპს ოდესღაც ნათქვამი აქვს, რომ უკვე 2028 წლის ნოემბერში ის სულაც არ იყრის კენჭის პრეზიდენტად, მიუხედავად იმისა, რომ მას რამდენადაც მე ხვდები პრეზიდენტად არჩევის, კიდევ ერთხელ არჩევის უფლება აქვს კონსტიტუციის 22 თუ არ ვცდები ჩასწორების თანახმად მიხედვით. ხო, ეს საინტერესო ამბავია, აი მაგალითად ბარაკ ობამას, რომელიც პრეზიდენტი იყო და ტრამპზე ახალგაზრდა არ აქვს, რომ ის ორჯერ მიჯრით ან ზედიზედ იყო. ტრამპს აქვს, იმიტომ რომ მას ისე იყო 2016-2020 წლებში 17-ში შევიდა და 21-ში გავიდა თეთრი სახლიდან, მერე იყო ბაიდენი და ისევ ტრამპია. ახლა და მიჯრით არ უნდა იყოს 3 წვადა. ხოლო არა მიჯრით შეგიძლია იყო 1 ვადა, მერე ჩააგდო და მერე 2 ვადა იყო. აი რამდენადაც ხვდები ასეა, თუ არ ვცდები კონსტიტუციის 22 ჩასწორებაა ეს. ხო და ტრამპი კი ამბობს იმას, რომ ტრამპს ნათქვამი აქვს, რომ ჯეიდი ვენსი გახდეს პრეზიდენტიო, მე ვიქნები ვიცე-პრეზიდენტი, მერე უხეშად თებერვალ-მარტ-აპრილში 29 წლის რამდენადაც ხვდები, ჯეიდი ვენსი გადადგებაო და უკვე შემდგომ მე ისევ პრეზიდენტი ვიქნები, რამდენადაც ვიცე-პრეზიდენტი სტატუსით ვიქნები 29 წლის, ასე მაგალითად მარტ-აპრილში. მაგრამ ბევრი ვარაუდობს, რომ ტრამპმა ჯერ ერთი არ იცოდა კონსტიტუციის 22 მუხლის თაობაზე და მეორე თუ იცოდა მაინც და მაინც ეს არის ერთგვარი ამბავი, ამგვარი რომ პროვოკაციაზე მიდის, ამორჩეველს ახსენებს რა, რომ ის მუდამ იყოს ახსენებს, რომ ის მუდამ არის, სულ არის რაღაც ეს ზედაპირზე, სულ ტივტივებს, ასე ვიტყვი, თუმცა იმ ხანად 29 წლისთვის ტრამპი გვარიანად შებერებული იქნება, შეგვიძლია გადავამოწმოთ. ამასობაში გაღვივდა რა ეს კონფლიქტი, მასკმა ისიც კი თქვა, რომ დასრულდეს ორპარტიული მართლობა
ორი პარტიის მმართველობა ამერიკის შეერთებულ შტატებში და არ გამორიცხავს, მოდი ესე ვიტყვი ყველაზე რბილად, რომ შექმნას ახალი მესამე პოლიტიკური ძლიერი ძალა, მასკს ეს შეუძლია, იმიტომ რომ ბევრი ფინანსები აქვს უბრალოდ და არა იმიტომ რომ რაღაც ორგანიზაციამ. ესეც აქვს, თქო, მაგრამ ეხლა ესე არ არის, იქ ტრადიციებს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს და მე პირადად ეჭვება რომ რესპუბლიკელების და დემოკრატების ნაცვლად და პარალელურად რომელიმე მესამე მძლავრი პარტია შეიქმნება, რომელიც ხელისუფლებაში მოვა, მათ შორის წარმომადგენელთა პალატაში და ზედა პალატაში და მით უფრო თქვათ თეთრ სახლში. მაგრამ მასკმა ეს კი თქვა. ეხლა კიდევ განვაგრძოთ, დაპირისპირება, ესე იგი 14%-ით დაეცა ტესლას აქციები და 150 მილიარდი აქ იგითხარით, მან დაკარგა. ხო, ამასობაში SpaceX-ის კონკურენტები ძლიერდებიან. ეს არის Rocket Lab და Space Mobile, მათი აქციები იზრდება. შესაძლო შერიგებასთან დაკავშირებით, ეხლა მე ამოწერილი მაქვს, ხო? ხო, Axios-ი ამბობს, რომ მხარეებმა ბოლო პერიოდში გადადგეს ერთმანეთისაკენ ნაბიჯები, თუმცა ეს მაინც ალბათ უფრო მოძველებული ინფორმაციაა რა იმის გათვალისწინებით, რაც თქვა ბოლოს სწორედაც რომ მასკმა ტრამპზე, რომ ის სექსუალურ სკანდალებში მონაწილეობდა. ხო, რა უთქვამს კიდე ტრამპს, კი არა, მასკს, თუ ამ კანონს მიიღებენ, ეს არის Big Beautiful Bill, აკი გითხარით და შეგახსენებთ, ამ შემთხვევაში ტრამპი წავაო, ეს თქვა მასკმა ტრამპზე. ხო, ეხლა რატომ მიიჩნევს მასკი, რომ ტრამპი დამარცხდება ამ პროცესში? ეს არის ფედერალური ვალის ზრდა, ფედერალური ვალი იზრდება, ის რაც ბევრი აქვს შეერთებულ შტატებში, აქვე ვიტყვათ. და ის პირველ ყოვლისა, იმიტომ რომ ამით ტექნოლოგიურ პროგრესს ეწინააღმდეგება და ისევ, მოდი ასე ვთქვი, ძველ სისტემებზე ააკეთებს აქცენტს. ამას ამის სიახსნა აქვს, რა თქმა უნდა, ნავთობის მოპოვება, ნავთობის ფასის დავარდნა და ასე შემდეგ, დავარდნის აუცილებლობა და ასე შემდეგ, მაგრამ ტექნოლოგიურ პროგრესს ეწინააღმდეგებაო, ანუ ეწინააღმდეგება ამ შემთხვევაში, მოდი ესე ვიტყვი, მასკის მთავარ ბიზნესს, თუ ყველაზე მთავარს არა, ერთ-ერთ მთავარს მაინც, ელექტრომობილების ბიზნესს. და საზოგადოებრივი განწყობაზის ამახვირებს ყურადღებას ანტიტრამპისეულ საზოგადოებრივ განწყობაზის ამახვირებს ყურადღებას ელონ მასკი. ხო, ესე იგი მე გესაუბრეთ იმაზე, რომ 28 წელს ტრამპს ექნება შესაძლებლობა თუ ის გადაწყვეტილებას მიიღებს, მასკი ამბობს, რომ შეიძლება წავიდეს საპრეზიდენტო არჩევნებზეო და რაც შეეხება JD Vance-თან როკის გაკეთებას, ხო, ეს ნაკლებად მოსალოდნელია, უბრალოდ ტრამპი ამით გვახსენებს უკლებლივ ყველას, რომ მას რა პოზიციაზეც არ უნდა იყოს ის, მას აქვს შესაძლებლობა, მას აქვს სურვილი, მუდმივად ტივტივებდეს, მუდმივად იყოს ზედაპირზე და არ გამოირიცხება, რომ რესპუბლიკური პარტიიდან ნომინირებული სწორედ ტრამპი იქნება, მით უფრო თუ ის წარმატებული იქნება დარჩენილი უხეშად 3.5 წლის განმავლობაში. ხო, ამავე დროს მასკი ამბობს იმას, რომ ტრამპის შანსები 0-ის ტოლფასია. ხო, ეხლა არა ეკონომიკური არასტაბილურობისა და ასე შემდეგ გამო. ხო, ეხლა გადავახდეთ ამბავს და ვილაპარაკოთ იმპიჩმენტის ნაწილზე. მე მინდა გითხრათ, რომ შემდგარი დასრულებული იმპიჩმენტი იცით თქვენ, რომ მოხდა 70-იან წლებში პრეზიდენტ ნიქსონის წინააღმდეგ პრეზიდენტ ნიქსონი გადადგა. Watergate-ის ცნობილი სკანდალი, ბევრმა თქვენგანმა იცის, ეხლა მე უღარ გამახსენებინებთ ამ დეტალებს, თუმცა იმას კი გეტყვით, რომ მე საგანგებოდ დავსერჩე და დამაინტერესა ცოცხალი არის თუ არა იმ Watergate-ის სკანდალის ორი მთავარი ფიგურანტი, ჟურნალისტები, ჩემი კოლეგები, ესენი არიან, ესე იგი, ვუდვორდი და ეს არის ბერშტეინი, ხო არ მეშლება? ხო, არ მეშლება, ბერშტეინი და ვუდვორდი. აღმოჩნდა, რომ ორივე მათგანი არის 91 წლის და თუ არ ვცდები ბერშტეინი უბრალოდ ჩავხედავ ჩემს ეგრეთ წოდებულ შპარგალკას. ვუდვორდი თუ ბერშტეინი ეხლა ვნახავ, მოდის ვიხდი. ვუდვორდი კარგია რომ კარგია. ხო, ესე იგი, ბერშტაინი ასე ამიწერია, ალბათ ესეც უნდა ითარგმნოს. თაიბრობალში მან გამართა საჯარო ლექცია ჩარლსტონის კოლეჯში, სადაც ისაუბრა საკუთარ კარიერაზე და მიმდინარე მოვლენებზე.
და რაც შეეხება Woodward's Bob's ის Washington Post-ის ასოცირებული რედაქტორიც კი ყოფილა ახლა. ორივე მათგანი აქტიური ჟურნალისტიკაში არის მეთქი. ხმამაღლა თქვა იქნება 80 გადაცილებულნი არიან. Woodward-მა ერთ-ერთ მედია გამოცემას მისცა ინტერვიუ 2025 წლის მაისში, ეხლა რამდენიმე კვირის წინ, სადაც ისაუბრა ჟურნალისტიკის როლზე უკვე თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით. მან თქვა, რომ არსებითი სხვაობაა 70-იანი 80-იანი წლების ჟურნალისტიკასა და 21 საუკუნის 20-იანი წლების ჟურნალისტიკას შორის. სულ სხვა როლი და მისია აქვს ჟურნალისტებს ახლა და სულაც არ არის ეს ახალი როლი თავსებადი მშრალი ფაქტების გადმოცემას, მშრალი ფაქტების ობიექტურ გადმოცემასთან მედია დღეს უკვე ქმნის და ეს ასეც არის, ყველა ვიცით, მაგრამ როცა ასეთი ავტორიტეტული პირი გესაუბრება, უფრო დამაჯერებელია. მედია ახლა ქმნის განწყობებს, ქმნის პოლიტიკას და განწყობებს. რაც შეეხება ბერნშტეინს 2025 წლის თებერვალში მან გამართა საჯარო ლექცია ჩანსლორის კოლეჯში, მერქი გითხარით. Watergate-ის 50 წლის თავია გასული, იცით თქვენ, 24 წელს გავიდა, უფრო ზუსტად ვისაუბროთ და ზუსტად რო ვთქვათ. და ეს ორივე პირი, ამ ორივე პირმა საჯარო ლექცია გამართა 24 წელს და ისაუბრეს რაც პირველი იმ პროცესებზე და ისაუბრეს იმაზე, როგორ განვითარდა მაშინ ნიქსონის წინააღმდეგ ის ცნობილი სკანდალი. მონაწილეობდნენ ისინი გადაცემაში Live from the LBJ Library და ასევე ABC-ის გადაცემაში This Week. Jonathan Carly არის ამ გადაცემის ავტორი და სადაც ისინი საუბრობდნენ The President Man All the President Men-ის 50 წლის თავზე და Watergate-ის გამოძიების გავლენებზე. ასევე ძალიან ხო ეს Live from the Library LBJ Library-ში ჩატარდა 22 წლის შუაში, 22 წლის მაის-ივნისში, 50 წლის იუბილეზე მიეძღვნა Watergate-ისა და იქ ტრამპთან დაკავშირებითაც არის ერთი საინტერესო ამბავი, რომელსაც ახლა ვეძებ. ხო, აი ეს ნახეთ, მაგალითად ბერნშტეინი ამბობს, თუ არ ვცდები, რომ ტრამპის პრეზიდენტობა დემოკრატიისთვის ყველაზე სტრესული იყო Watergate-ის სკანდალის შემდეგ. ის არის საფრთხე, უშუალოდ პრეზიდენტი ტრამპი არის საფრთხე დემოკრატიისათვის. ის ამბობს, რომ ტრამპი არ არღვევს მხოლოდ წესებს, ის არ აღიარებს წესებს, როგორც ასეთ წესების არსებობას არ აღიარებს. ნიქსონთან ადარებს Woodward-ი და ტრამპს და ამბობს, რომ ნიქსონი მაინც მოქმედებდა სისტემაში, ხოლო ტრამპი კი თავად ცდილობს სისტემის არა შექმნას მაინც და მაინც, არამედ სისტემის ჩამოშლას. და გაკვეთილი ჟურნალისტებისათვის არასოდეს თქვა საკმარისია, ალბათ ეს ჩემთვისაც მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია ორი ესეთი ავტორიტეტული პირის და ცნობილი პირის და კარგი საუკეთესო ჟურნალისტის რჩევები. ეს კი ვიცით, მაგრამ მაინც უკლებლივ ყველა, მაგრამ მათგანაც რო გვესმის ეს კარგია. არასოდეს თქვა საკმარისია, ყოველთვის დარჩება კითხვები და მოდი დააზუსტე, გადაამოწმე ინფორმაცია, ჩაეკითხე შენს რესპონდენტს და მაქსიმალურად ბევრი ამოიღე მისგან. ხო, ეხლა დაუბრუნდები თემას სექსუალური სკანდალი. დონალდ ტრამპი და ჯეფრი ეპსტეინი ერთად არიან გადაღებულნი Palm Beach-ში. ეს ფოტო გავრცელდა, ხო, ასე დავაზუსტოთ, რომ 2019 წელს კი მოიკლა თავი, მაგრამ ეპსტეინი დაკავებული იყო, დაპატიმრებული იყო, საპატიმროში მოიკლა თავი. 2000-იანი წლების დასაწყისში შეწყდა მათი ურთიერთობა და მეგობრობა, თუმცა მანამდე ფოტოებიც არის აქვთ გადაღებული ამ ორ გამოჩენილ პირს, ნუ ტრამპი ხო გამოჩენილია. 2000 წლის ფოტო, დონალდ ტრამპი, მისი მაშინდელი მეგობარი მელანია კნაუსი, მე გითხარით ამის თაობაზე, ვიდეო მტკიცებულებებიც არსებობს მათი ურთიერთობის თაობაზე. 92 წელს არის გადაღებული ვიდეო, რომელიც ბოლო პერიოდში კვლავ გავრცელდა სოციალურ საშუალებ YouTube-ზე, მოდი ასე ვიტყვი და ასევე mainstream საშუალებებშიც, ვინც ტრამპს აკრიტიკებს ყოველ შემთხვევაში ამ მედია საშუალებებში, აჩვენებს, რომ დონალდ ტრამპი და ჯეფრი ეპსტეინი ერთად წვეულებაზე არიან.
ხო, არსებობს ესეთი Getty Images კოლექცია, სადაც 2000-ზე მეტი, უკვე 200-ზე მეტი ფოტოა, მათი ერთობლივი, 97 წლის ფოტოა, 2000 წლის ფოტოა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვიდეოები ხო არსებობს და არსებობს, მათ შორის 92 წლისა. IMDb-ზეც არის ეს მის რა ქვია ვიდეოები, ბარემ ვიტყვი თუ არ ვცდები მხატვრული ფილმის გადაღებულია ამის თაობაზე. აქვე ვეძებ ერთ ამბავს, ბოდის ვიხდი აქ სწორედ ეპსტეინთან დაკავშირებით. რაც ამოვწერე და ხო, ბოდიში იმაზე გამახსენდა ბერშტეინზე და ვუდვორდზე. ვუდვორდი ამბობს, რომ ზუსტი და მკაცრად გადამოწმებული ინფორმაციები არის მნიშვნელოვანი და არა ამბების და პროცესების ეგზალტაციაო. ხო, ეგზალტირებულნი ისედაც ვართ ყველანი და მედი როცა დამატებით უწყობს ხელს ეგზალტაციას, ეს ცუდია, მაგრამ მე თავისუფლებას მივცემ თქვა, რომ ცუდია ორდინალურ ვითარებაში, არაორდინალურ ვითარებაში, როგორც ჩვენ ვიმყოფებით ახლა, მედიამ მაინც და მაინც კი არ უნდა გაამძაფროს, მაგრამ მედიამ ზუსტად სწორი ფორმები უნდა შეარჩიოს იმისათვის, რომ მაყურებელი მიიზიდოს, მაყურებელი და მკითხველი მიიზიდოს და ჩართოს პროცესში და მაყურებელს კარგად აჩვენოს. ეს არ ნიშნავს ფაქტების გადაჭარბებას, არ ნიშნავს ჰიპერბოლიზებას, არ ნიშნავს იმას, რომ ტყუილი, მით უფრო არ ნიშნავს იმას, რომ ტყუილი უთხრა, ჩვენ ბევრ ჩემ კოლეგას საყვედურობენ, რომ აი ფორმატ კი არასწორი, არასწორი გაქვს შერჩეულიო, მაგრამ აი მხოლოდ მშრალი ფაქტები რომ მიაწოდო ხშირ შემთხვევაში შეფასებების გარეშე, სიმძაფრის გარეშე, მაყურებელი ამას არ წახვება, არ დაიჯერებს და მე ჩვენ ასაკვირველია ვენდობით, თუ არ ვცდები სწორედაც რომ ბერშტეინს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან ეს იმუშავებს, ჩვენთან როცა არაორდინალური ვითარება, არც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გადავაჭარბოთ და ნამეტანი ჰიპერბოლიზირებულად და სხვათა უფლებების შემლახავად წარმოვადგინოთ ფაქტები, ყველას აქვს ადვოკატირების უფლება და საკუთარი თავის დასვის უფლება, მაგრამ მაინც მე ვეძებ ახლა ინფორმაციას იმის თაობაზე, რაც აკი გითხარით, ესე იგი ერთი ამბავია ტრამპისა და სექსუალური სკანდალის თაობაზე. ხო, მე გითხარით იმპიჩმენტი რომ და ესე გაქრო ჩაწერ ხოლმე მე რა 15 გვერდი ჩავწერე და ვერ იმაშვები, ვეღარ ვნახულობ, ხო? ასე იგი მასკის ამბავს გავწდეთ. კეთილი ვერ ვნახულობ, არ აუშავს. პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ისევ მასკი ტრამპის სკანდალს კი არა კონფლიქტს დაუბრუნდეთ და ვთქვათ, ისიც შეიძლება კომპიუტერში მაქვს, ხოდის ვიხდი აი კომპიუტერიც აქ მაქვს და ხოდიში ვიხდი, მაგას წერდი რაღაცებს. ტრამპისა და მასკის სკანდალს ურთიერთობას რომ დაუბრუნდეთ, მასკი ბევრი ვარაუდობს, რომ მასკი ამ პროცესს ვერ მოიგებს. ტრამპი უკვე შესული ოვალურ კაბინეტში და უკვე საკმაოდ მომძლავრებული და რომელიც მუდმივად სხვადასხვა ამ გუნდს ფილტრავს, ხშირად ყოველ შემთხვევაში და ისიც თქვენ, რომ მასკიც აღარ არის მისი გუნდის წევრი, ამდენი მეხანია. ტრამპი, რომელიც სახელმწიფო რესურსებითაც სარგებლობს მართებული კონოტაციით, ტრამპი შეუდარებლად ძლიერია და არ გამორიცხავენ, რომ პერსონალურად მასკის წინააღმდეგაც კი დაწესდეს სანქციები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მასკი შეეშვება, თუ მათ შორის ურთიერთობა არ დაალაგდა, შეეშვება მის წინააღმდეგ კამპანიებს, მასკსაც აქვს ბუნებრივია ბევრი რესურსი, მაგრამ მიმოხილველები კი ვარაუდობენ, რომ ეს ასე არ მოხდება. ეხლა მე დაგკვირდით და გითხარით, რომ 30 წუთზე მეტი ხანი გაგრძელდება მეთქი ჩემი ვიდეო ბლოგი, მეთქი რაღაცების თქმა ვერ მოვახერხე და ვერ მოვასწარი, რაც ამოწერილი მქონდა და ისევ სექსუალურ სკანდალს ეხებოდა, ეძღვნებოდა. აქვე გეტყვით, რომ მე პირადად პერსონალურად მგონია, რომ ესე არ არის. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი მეგობრობდა, ახლა ნათქვამია შესაძლოა, მაგრამ მაინც ტრამპი მეგობრობდა, ურთიერთობდა
ეპსტეინთან ამის მიუხედავად ხო და თვალიც გაურბოდაო იქეთგან წერია თორსტეი ვაშინგტონ პოსტის სტატიაში თვალიც გაურბოდაო ახალგაზრდა გოგოებისკენო აქვე გავიხსენებ ბოდისვიხთი ეს არავა წერია მაგრამ მაინც რომ ტრამპი მათ შორის რუსეთში იყო სილამაზის კონკურსების ორგანიზატორი ერთი ხანობა ვიდრე პოლიტიკოსის იდენტობას შეიძენდა ეს არის გასული საუკუნის 80-იანი წლები 90-იანი წლები და 80-იანი წლები სილამაზის კონკურსებს აწყობდა და სხვა მედია საშუალებებიც ან სხვა პერსონებიც ედავებოდნენ თუ ეჭვობდნენ იმის თაობაზე რომ ტრამპს არამხოლოდ სილამაზის კონკურსების ორგანიზატორობა სურდა არამედ სურვილი ჰქონდა და ჰქონდა კიდეც ესე ჯგუფური სექსუალური აქტები სილამაზის კონკურსში მონაწილე გოგოებთან მაგრამ ესეც არ დასტურდება ტრამპს გარდაუვლად ელის იმპიჩმენტი კი არა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე გასვლაც კი თუ დადასტურდა არა თუ მას კი წავიდა ბოლომდე და მან ფოტო ვიდეო მტკიცებულებები დადო ტრამპის ეპსტეინის კუნძულზე ეპსტეინის ამ ამბავში მონაწილეობის თაობაზე და ელის ესე იგი იმპიჩმენტიც და ელის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც და ელის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი აღარ იქნება ანუ მოდი ასე თქვა 28 წლის 29 წლის იანვრიდან იქნება თუ არა ის პრეზიდენტი ღმერთმა უწყის გაცილებით საინტერესოა ის როგორ იმოქმედებს ახლა არა ამ ფრონტ არა მის ამ ფრონტზე არამედ სხვა საერთაშორისო პოლიტიკურ დიპლომატიურ ფრონტებზე მე ვგულისხმობ რა საკვირველია პირველ ყოვლისა უკრაინას და მეკითხავით თუ არ ვახსენებ მეთქი მაგრამ მიწევს კია უკრაინის ხსენება და ასევე მიწევს ხსენება ჩინეთთან შეერთებული შტატების ურთიერთობისა სადაც რომელთანაც მას აქვს უაღრესად უარყოფითი ეკონომიკური ბალანსი ასევე მიწევს ურთიერთობა კი არა ხსენება ირანთან შეერთებული შტატების ურთიერთობისა ძალიან საინტერესო დეტალია ტრამპისა და პუტინის საუბარი რომელშიც ამ უკანასკნელმა გადაუკრა სიტყვა და მე უკვე შეხვდნენ პრეზიდენტები ამ ირანის თემას და პუტინი ჩემი მოსაზრებით მუდმივად ცდილობს ტრამპს დაუსაბუთოს და აუხსნას რომ რუსეთის თანამონაწილეობის გარეშე ირანის ბირთვული პროგრამა არ გაჩერდება და თუ ამ ანკესზე წამოაგო და შეიძლება წამოაგოს ტრამპი პუტინმა ამ შემთხვევაში დამატებით საკუთარი თანამონაწილეობის სანაცვლოდ პუტინი ტრამპისაგან მოითხოვს ეს უნდა ვიხმარო მეტლოიალობას რუსეთის მიმართ უკრაინის კონფლიქტში შეერთებული შტატების მეტლოიალობას ფაქტია რომ მხარეებმა ამ თემაზე ისაუბრეს და ეხლა გადავედი სხვა თემაზე და გამიგზელდა 32 წუთია უკვე გამისამდე სხვა თემაზე მინდოდა და ამას 2 წუთით შევეხები 3 წუთით პუტინი ცდილობს საკუთარი როლისა და ფუნქციისა და მისიის აზე ხაზგასმას, როლის გამოკვეთას ირანის ახლო აღმოსავლეთის და ირანის კონკრეტულად კონფლიქტში და ამბავში. ტრამპი როგორც ჩანს ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე წამოეგო, სხვათა შორის აქვე ვიტყვი და ბოლდისვიხდი. აი ესეც გავიხსენოთ, რომ ტრამპმა საკუთარ სოციალურ გვერდზე გამოაქვეყნა პუტინთან საუბრის შესახებ ინფორმაცია და არასრულ 4 საათში ეს ინფორმაცია წაიშალა. იქ იყო გამოთქმული მათ შორის რუსი და უკრაინელი ბლოგერების პუტინის ოპონენტების მიერ ვერსია იმის თაობაზე რომ რუბიომ წააშლევინა ან ახლო გარემოცვამ წააშლევინა ტრამპის სტატუსი, სადაც სწორედ ირანზეა საუბარი და უკრაინაზე პირველ ყოვლისა, თუმცა 3-4 საათში წაშლილი სტატუსი იმავე რედაქციით დაბრუნდა ამავე სოციალურ ქსელში და ეს სტატუსი ახლაც ხელმისაწვდომია, სადაც ტრამპი თუ გახსოვთ ერთ უცნაურეს რამეს ამბობს, უცნაურეს და მშრალად ამბობს, რომ პუტინმა მე მითხრაო, რომ მას, ანუ პუტინს აუცილებლად ექნება პასუხი უკრაინისათვის იმის გამო, რაც უკრაინამ ჩაიდინა პუტინისეული ვერსიით თუ ინტერპრეტაციით რუსეთის ტერიტორიაზე დაბომბარა სტრატეგიული ობიექტები და გაანადგურა რა სტრატეგიული ბომბდამშენების გარკვეული ნაწილი 35-36% და აქ ტრამპი ამბობს ამგვარ რამეს რომ ხო ტრამპი ამას მშრალად ამბობს პუტინმა მითხრაო რომ მე პასუხი მექნებაო და ეს იქნება მკაცრი თუ მკვეთრი პასუხიო და ტრამპი აღარაფერს ამბობს იმაზე უპასუხა თუ არა მან იმ მომენტში საუბრისას პუტინს რამ მაგალითად უთხრა თუ არა რომ ამის გაკეთება არ შეიძლება იმ მშრალ რეზიუმეში თუ მშრალ ტექსტში ტრამპის ემოცია საერთოდ პასუხი და ემოცია საერთოდ არ ჩანს
ხო ეხლა მე ავტომატურად გადავედი სხვა თემაზეც, მაგრამ უნდა მომისმინოთ. უკვე შემდგომ ტრამპმა თუ არ ვცდები კი არა, არ ვცდები გერმანიის კანცლერთან ეს კიდე ცალკე თემაა. გერმანიის კანცლერთან საუბრისა და მე უკვე ჟურნალისტებთან წარდგენისას განმარტა რომ მე ვუთხარი პუტინსგან არ ვუთხარიო რომ ამის გაკეთება ვლადიმირ არ შეიძლებაო მაგრამ ამის იქით ამაზე უფრო მკვეთრი მკაცრი სამწუხაროდ მოდი ასე ვიტყვი ტრამპი არ ყოფილა პუტინთან საუბრის დროს აკი გითხარით გარკვეული ალბათობით იმიტომაც რომ პუტინი ცდილობს მის უკაცრავად სიტყვისთვის და დაკერვას შეხვევას, მოთაფვლას, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ეუბნება რა რომ ირანთან დაპირისპირებისა და გამო შეერთებულ შტატებს აუცილებლად დასჭირდება რუსეთის და კონკრეტულად პუტინის რესურსი და რუსეთი მზად არის აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში და ირანის უთხრას, მოდი გავამარტივებ, რომ ბირთვული პროგრამის გაგრძელება და გაძლიერება მით უფრო არ შეიძლება. ისრაელი რას იზავს დამოუკიდებლად, იცით თქვენ რო ვთქვათ, კარგი ურთიერთობები აღარ არის შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის, თუმცა დაალაგებადი ურთიერთობებია ჩემი ღმერთწმენით. დამოუკიდებლად რას იცავს ისრაელი ირანთან მიმართებაში, ეს კიდე ცალკე სალაპარაკოა და აი ხა 35 წუთი ამოიწურა და მე 18 ბოლო 5 წუთია საუბრობ არა იმაზე სექსუალურ რასკანდალებში მონაწილეობდა შესაძლოდ ტრამპი და მოხდება თუ არა ტრამპის იმპიჩმენტი სექსუალური სკანდალების გამო და გადავედი პოლიტიკაზე, რაზეც წესით ახალი და სხვა ვიდეო ბლოგი უნდა ჩამეწერა და ესე იგი კიდევ ერთხელ თუ გდებავთ რამე გადავხედავ ისევ ცალი თვალით არის თუ არა რამე რაც გამომრჩა და მეგონი არც არაფერი. კარგით, მოკლედ ეს იყო 36 წუთიანი უკვე 27 წუთიანი ვიდეო ბლოგი. მე ვისაუბრე ტრამპზე და ტრამპის შესაძლო არ გამოსარიცხ თეორიულად იმპიჩმენტზე, ტრამპი მასკის დაპირისპირებაზე უფრო ვახსენე ორი ბრწყინვალე და ცოცხალი ჟურნალისტი ვოტერგეიტის სკანდალის მონაწილენი ფიგურანტები, რომელთა გამოძიებამაც განაპირობა ნიქსონის წინააღმდეგ იმპიჩმენტი, შემდგარი და იმპიჩმენტი, იმიტომ რომ იმპიჩმენტი ასე მაგალითად კლინტონის წინააღმდეგაც დაწყებულა ეს პროცესი და ტრამპის წინააღმდეგაც, კლინტონის წინააღმდეგ სხვა შორის ასევე სექსუალური სკანდალის და გამო, ტრამპის წინააღმდეგ სხვა მიზეზით მისი პირველი კადენციის დროს და ამ თემაზე ვისაუბრე და მე პოლიტიკისაკენ შეუხვიე ნებსით თუ უნებურეთ ვისაუბრე ორ ჟურნალისტზე, ვისაუბრე მასკზე, რომელიც ზე ამბიციური კაცია და რომელიც ღარიბდება ბჭყალებში თუ ბჭყალებოდ, კარგავს რა, საშუალოდ დაკარგა რა დაახლოებით 30 ბიზნეს რო აქვს 30 იმდენი თანხა ბოლო პერიოდში სწორედ ტრამპთან შეპირისპირებისა და იმ ცნობილი კანონპროექტის გამო, რომელიც სხუდავს მნიშვნელოვანწულად სხუდავს ტრამპის კი არა მასკის ბიზნესებს თუ შეერთებულ შტატებში და თუ შეერთებულ შტატების მიღბარო ბიზნესები აქვს და რის გამოც ხო რომის გამოყენებაშობითაც მასკი და არა მხოლოდ ის მდიდრდება კიდეც ახლა ესე არ გავამირეს რომ მასკი წლად გაღარიბდა, არავინ ელოდა ამ დაპირისპირებას მათ შორის ომს ასე ვიტყვი, თუმცა არავინ ელოდაც ხმამაღლა თქვამია მე საჯარო ჯერ კიდე საარჩევნო პერიოდში, როცა საარჩევნო პერიოდში არა უბრალოდ სანამ შევიდოდა ტრამპი ოვალურ კაბინეტში, ანუ ეს არის ნოემბრიდან იანვრის 20-მდე, ერთ რაღაც საჯარო ღონისძიებაზე მოვხვდი და ჩემი მეგობრები ანტი-ტრამპისტი, ტრამპის მოწინააღმდეგე ქართველები ამბობდნენ, რომ აი იმ დღეზე ვლოცულობთო, თუ იმ დღეს შევნატრითო, როცა მათ შორის შავი კატა გადაირბენს და მათ შორის კონფლიქტი მოხდებაო, ახდა ეს დღე დადგა ეს დღეს ამბავი, ახდა ეს ამბავიც, ეს პროგნოზის და დადგა ეს დღეს პარემ თქვათ. წარმატებას გისურვებთ, დღეს მე დაგიბრუნდებით, კიდე მექნება ოღონდ მართლა პოლიტიკურ თემებზე და არა მასკისა და ტრამპის დაპირისპირებაზე. დავარქვათ როგორ ტრამპის შესაძლო სექსუალური სკანდალების გამო ტრამპის შესაძლო იმპიჩმენტი. ცოტა ვრცელი სათაურია, შეიძლება გადავაკეთო, მაგრამ მაინც. ნახვამდის.